ჩვენ გამოგვაგდეს. ამდენი წელია ვმუშაობთ და ახლა უბრალოდ გამოგვაგდეს? რას ვაპირებთ? როგორ გადავრჩებით სამსახურის გარეშე? ისე? ბოლოს ყველა კარგი რამე მთავრდება. კარგით რა. ეს ახალი შესაძლებლობებია და ჩვენ შეგვიძლია რაღაც საინტერესო გავაკეთოთ. ჩვენ ამას ადამიანთა სამყაროში ვერ შევძლებთ. საქმე ცუდად გვაქვს. შიში, მართალია. ჩვენ ემოციები ვართ და აქ საქმე ცუდად გვექნება. ეს ყველაფერი შფოთვის ბრალია. გამოძებით ყველას ცუდ ხასიათზე აყენებს. თავისი შიშებით ყურადღებას გვიფანტავს. ჩემი სიფრთხილის გარეშე შეიძლებოდა სამსახური უფრო ადრეს დაგვეკარგა. ეს სიფრთხილე კი არა, უსარგებლო პანიკაა. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ. გირჩევთ აქ დავწვეთ და ვიტიროთ. ასე ჯობია. ჯობია არ დაწვე, თორემ ავად გახდები. მოიცა, თუ სიცივეში მინიმუმ 1 წუთი დავწვებით, შეიძლება ყველა ორგანო გაგვიცივდეს. ხო, ეს არ მჭირდება. იქნებ ვინმე სხვა გეგმა გქონდეს? კარგი, უბრალოდ მინდა ვინმეს დავარტყა. მაშინ კი უბრალოდ შეგვიძლია შევეგუოთ ჩვენს ბედს და უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები ვითმოვიქცეთ. ადამიანებად? ადამიანს გავარ? მე ემოცია ვარ. ო, მუსელში უცნაური შეგრძნება მაქვს. ეს უბრალოდ შიმშილია. როგორ შეიძლება ემოცია რომ მშიერი იყოს? ჩვენ აღარ ვართ ემოციები, შიმშილით მოვკვდებით. დამშვიდდი, შიგნით შევალთ და აქ საჭმელი ნამდვილად იქნება. თუ გაგვაგდებენ? მაშინ საჭმლისთვის ვიბრძოლებთ. კარგი. თქვათ რომ ჩვენ ვართ უბედური ემოციები, რომლებმაც დავკარგეთ სამსახური და ჩვენ შეგვიბრალებენ. მენდეთ, ვიცი როგორ ვიურთიერთო ადამიანებთან, გამომყევით. მასპინძლებო, სახლში არის ვინმე? არა, მთელი ძალით უნდა დააკაკუნო, რომ დარწმუნდე რომ გაიგებენ. ის ღია. ჩვენ შემოვდივარ. რა მოხდება თუ ეს ხაფანგია? შევალთ და მოგვიტაცებენ? ანუარესი, ფლობელები პოლიციას გამოიძახებენ. ჩვენ სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სიცოცხლისთვის. გამომყევით. მასპინძლებო, სახლში ხართ? ჩვენ მშვიდობით მოვედით. როგორც ჩანს ეს სახლი მიტოვებულია, მასში არავინ ცხოვრობს. ეს მახია. მოიცა, თუ აქ არავინ ცხოვრობს, მაშინ ჩვენ ვიცხოვრებთ. მიტოვებული არ არის. რა მოხდება თუ აქ მოჩვენებები იქნებიან? კარგი. ეს სახლი ჩვენს ბედის წერას ასახავს. აქ სიჩუმე და პირქუში სიბნელეა. ო, არ შემიძლია. რამე უნდა ვჭამო. ეს ძალიან საინტერესოა. ცხოვრებაში პირველად გავსინჯავთ ადამიანის საკვებს. მაგარია. რატომ უნდა ვიტანჯოთ შიმშილით? ჩვენ ემოციები ვართ და არა ადამიანები. რა მოხდება თუ საჭმელს ვერასდროს ვერ ვიპოვი? ან რაიმე საშიშ შევჭამთ. შეიძლება ავად გავხდეთ. არ შეგვიძლია უბრალოდ შევეგუოთ ამას? დაფიქრდით. რა აზრი აქვს საკვების ძებნას თუ ეს არაფერს შესვრის? შეხედეთ, ეს სამზარეულოა. აქ სადმე საჭმელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ფუ. ემოციებო. აქ ყველა პროდუქტი ცუდია. მოიცა, იქნებ იქ რაიმე საჭმელი იყოს? კარგი, ან იქ საშიში მიკრობებია. საჭმელსაც კი ვერ პოულობთ. ეს ძალიან მაბრაზებს. ასეც ვიცოდი. ამ ქვეყნად ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა. ო. კარგი ამბავი მაქვს. რაღაც ვიპოვე. შესაძლოა იქ ვირთხები ან ტარაკნები დაცოცავდნენ. არ შეჭამოთ, შეიძლება რომ მოწამლული იყოს. საჭმელად ვარგისია, ყველასთვის საკმარისია. გაინებივრეთ თავი. რატომ არ მივიტვით ჩვეულებრივი საკვები? ყოველთვის მხოლოდ ნამცესები, რატომ გვაქვს? ახლა ცოტა წავიხემსებთ, ჩვეულებრივ საჭმელს შევჭამთ. ეს ალბათ საუკეთესოა, რაც შეგვიძლია ვიპოვოთ. იქნებ ჯობია რომ რისკზე არ წავიდე? კარგი. რა თქმა უნდა, ეს არაფერს ჯობია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ემოციებო, თუ ვცდით, უკეთეს საჭმელს ვიპოვით. თუ ამ სახლში ვაპირებთ ცხოვრებას, ყველაფერი წესრიგში უნდა მოვიყვანოთ. კარგი, ახლა სწრაფად გავაკეთებ. ამ არეულობას მაშინვე მოვაგვარებთ. აზრი არ აქვს. ახლა ყველაფერს მოვაწესრიგებთ და მერე ყველაფერი ჭუჭიანი გახდება. რა მოხდება თუ ობობა დამესხება მე თავს? მოიცა, რა მოხდება თუ რაიმეს არასწორად გავაკეთებთ და სახლი მერე დაინგრევა? ყველაფერი კარგად იქნება. დასუფთავება სახალისოა. რატომ დგახართ ხანდაკებებივით? სწრაფად შეუდექით საქმეს. ვაიმე. მიკრობების მაგიდაზე დატოვება არ შეგვიძლია. მიიღე ჭუჭყო, რისხვას ვერ დაემალები.
ყველაფერი მოვაწესრიგეთ. ახლა წვეულების მოწყობა შეგვიძლია. ვერ ვხედავ წვეულების მიზეზს. ჩვენთან ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ვეთანხმები სევდას, მოდუნებას აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ცხოვრებას ნათელი ფერები უნდა დავუმატოთ. მაგალითად, ბუშტები, ფეიერვერკები და კონფეტი. ფეიერვერკები არ მიყვარს, ისინი ფეთქდებიან. ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაქვს. საიდან უნდა მოვიტანოთ ისინი? ასე რომ, ვიცი რომ ეს ტიპები მაღაზიაშია. მოიცა, ამ ქვეყნად არაფერია უფასო. ყველაფერი ფულის სანაცვლოდ იყიდება. კარგი. მაშ ვის აქვს ფული? სიხარულო გაიღვიძე, არც ერთს არ გვაქვს ფული ხელში. ყველაფრისთვის გადახდა გიწევს. ჩვენ კი ფული საერთოდ არ გვაქვს. ცუდად გვაქვს საქმე. დამშვიდდი, ფული მთავარი არ არის. მოდი რაიმე გავყიდოთ. სამწუხაროდ, ჩვენს ნივთებს არავინ არ იყიდის. კარგი, ასე საკმარისფულს ვერ გამოვიმუშავებ. მეტი ფული გჭირდება. რა მოხდება თუ სასწრაფოდ რაიმე დაგჭირდება? გიფიქრიათ? და არც სამსახური გვაქვს, და არც ფული. დიახ, გაჭირვებულები ვართ. ნამდვილად ცუდად გვაქვს საქმე. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, სამსახურის პოვნა. სამსახური? ჩვენ ხომ უბრალოდ ემოციები ვართ. არავითარ შემთხვევაში არ დაგვიქირავებენ, არავის ვჭირდებით. ემოციებო, სამუშაო პასუხისმგებლობაა. რა მოხდება თუ რაიმეს არასწორად გავაკეთებთ? თუ სამსახური არ გვექნება, ჩვენთვის კიდევ უფრო უარესი იქნება. ისე რა სამსახურში იმუშავდით? მინდოდა ემოციათ მემუშავა, სხვა არაფერზე მიფიქრია. მე ყოველთვის მინდოდა მწერალი ყოფილიყავი. შესანიშნავია, შეგიძლია წიგნები დაწერო და გაყიდო და თუ ვერ მივახცევ წარმატებას, რომ არ გამოვიდეს, სანამ არეცდები ვერ გაიგებ. გონი ვიცი. ფიქრობდი შემეძლო მცველი ყოფილიყავი, მონოტმოქმედები მეცემა. ეს ისეთი სახიფათო სამსახურია. ეს სამსახური დამეხმარება დამშვიდებაში. კარგი, გონია რომ ეს ცუდი იდეაა. ჭუბი არაფერ კარგს არ მოგიტანს. დამიჯერე. თქვენთვის კი, მაგრამ ჩემთვის არა. მე მგონია რომ თუ მას ეს მოხსონს, მაშინ უნდა სცადოს. ახლა ასეთი სამსახური უნდა ვიპოვო. ემოციებო, უნდა ვიაროთ და ვიკითხოთ თუ ვისჭირდება ახალი თანამშრომლები და რით ვაპირებთ გადაადგილებას? საბედნიეროდ აქ მანქანაა. ადვილად შეიძლება ავარიაში მოვყვეთ. ბევრჯერ მინახავს მანქანა, რომელსაც მართავდნენ, ასე რომ შემიძლია გაუმკლავდე. რა მაგარია? ვაუ, აქ რამდენი რილაკია. მაინტერესებს რას ნიშნავს? არაფერს შეეხო. გადმოდი მანქანიდან. როგორ იცი თუ რა არის ეს ღილაკები? შეიძლება აფეთქდნენ. კი. მეც მინახავს როგორ მოძრაობენ მანქანით. მე ვივლი. ცუდი მანქანა არ არის. ახლა ვეწავალთ. უბრალოდ სწრაფად არ წახვიდე. ბრაზო, შენ ალბათ იცი მოძრაობის წესები, ხო? რა თქმა უნდა, კარგი, მანქანა უნდა დავქოქოთ. სად არის გასაღები? კარგი, ჰეი, სად არის გასაღები? მე ასად არ მივდივარ ბრასთან ერთად. არც მე. რომელიმე თქვენგანს შეუძლია მანქანის მართვა? არანაირად, მე არ ვმართავ მანქანას. რა მოხდება თუ პედლებს ავურებ, ან საჭეს არასწორად დავატრიალებ? წარმოგიდგენიათ რა მოხდება? შეხედე, გასაღები ვიპოვე. სევდა, დაჯდები მანქანის საჭესთან? მიყვარს მოწყენილი ყოფნა და ფანჯრიდან ყურება. შესანიშნავია, მაშინ წავიდეთ. მეგონა რომ სამსახურებს ვერასდროს ვერ ვიშოვიდით და ვიცოდი რომ ყველას შეგვეძლო ამის გაკეთება. ახლა სამსახური გვაქვს. და იქ უნდა წავიდეთ. და სად არის ბრაზი? ნუ ღელავ, თქვა რომ მალე აქ იქნებოდა. ბრაზო, ახალი მაკიაჟი გააქვს? უფროსმა გადაწყვიტა სტრესისადმი ჩემი წინააღმდეგობა გამოეცადა. მართლა ვერ შეასრულე დავალება? ხო, ვიჩხუბეთ. მაგრამ მე მოვიგე. ვაუ, შენ გმირი ხარ. თავარია გამარჯვება. გონი არ უნდა გვიხაროდეს. რა მოხდება თუ მოდეხილობა ექნება? ან რაიმე უარესი? მართალია, შენ სასწრაფოდ ექიმთან ვიზიტი გჭირდება. ტკივილიც კი არ მაქვს. ასე რომ შენ სამსახური ვერ მიიღე. რას გულისხმობ რომ ვერ მივიღე? რა თქმა უნდა მივიღე. მაგრამ სტრესის მიმართ არასტაბილური ხარ. ახლომდებარე სპორტული კლუბის წვრთნელმა დამინახა და მათთან სამსახური შემომთავაზა. ყველაფერში შენი უპირატესობები უნდა ეძებო. გილოცავ ახალ სამსახურს.
რაიმე სამსახური იპოვე? მე ვიშოვე. ახლა უსაფრთხოების ინსპექტორი ვარ. ეს სამსახური იდეალურია შენთვის. ყოველთვის უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზია. და მე სადაზღვევო აგენტი ვარ. რას ნიშნავს ეს? მე ვეხმარები კლიენტებს, რომ მოემზადონ ყველაზე უარესისთვის. ძალიან მაგარია. ეს ძალიან საჭირო სამსახურია. არასდროს იცი ხვალ რა მოხდება. ემოციებო და მე ანიმატორად სამსახური ვიშოვე. ძალიან მომწონს. ბავშვებთან მუშაობა? რა მოხდება თუ ისინი იყვირებენ, ან იტირებენ? ეს უბრალოდ საშინელებაა. მე ამას ვერ შევძლები. მოიცა და ბავშვებს შეუძლიათ კვენა. და მე ამის მეშინია. ემოციებო, სხვათა შორის მითხეს, რომ მულტფილმის გმირს გავარ, მაგრამ ვერ გავიგე რომელს. მეც არ ვიცი ასეთი მულტფილმები. ემოციებო და მე ვაპირებ ციგნი დავწერო სევდიან რობოტზე. შემდეგ კი გავყიდი. შესანიშნავია, თუ ყველა მიპოვა სამსახური, მაშინ ეს დღესასწაული უნდა აღინიშნოს. მოდი წვეულება გავმართოთ. წვეულება და თუ რაიმე ისე არ წავიდა? როგორ არა, ძალიან ვერთობი. მე წინ ბევრი სირთულე მელის. წვეულებები შეიძლება საშიში იყოს. ახალ სახლში უნდა დავსახლდეთ და მეგობრები შევიძინოთ. მოიცა, არავის უნდა ჩვენთან მეგობრობა. ჩვენ სხვა ადამიანების მსგავსი არ ვართ. სევდა მართალია, თუ ხალხი სულ ეჭვით შემოგხედავს, მაშინ ვერ გადავრჩებით. წვეულების ნაცვლად გირჩევთ, რომ ჩვენი საქმეებით დავკავდეთ. კარგი, მოდი უბრალოდ დავშვიდდეთ. დავმშვიდდეთ? საერთოდ როგორ? არ შემიძლია. უბრალოდ ყურადღება გადაიტანე. გააკეთე რამე შენი ხელით. კარგი, ვეცდები. ემოციებო და მე მინდა მარტო ვიყო საკუთარ თავთან. და მე მინდა სიმღერა და ცეკვა. თუ ამაზე გამახვიდებ ყურადღებას, შემიძლია დავმშვიდდე. ცადოთ. წავიდა. შიშო, არის სვენებ? მეშინია დასვენების. შესანიშნავია, ჩემი ასისტენტი იქნები. მეორე, ეს რა არის? ახლავე გაიგებ. როგორც იქნა მარტო ვარ, ჩემს საყვარელ მელოდრამას ვუყურებ და ვიტირებ. დარწმუნებული ვარ, რომ წყალი გამოგთე? წავარ და შევამოწმებ. წყალი დაკეტილია. შემიძლია ქარგვის კეთება განვაგზო. კარი დაკეტილია? მოიცა, თუ არა, მაშინ ქურდებს შეუძლიათ შემოვიდნენ. შფოთვავ, გახსოვს რომ ჩვენ თვითონ შევიპარეთ ამ სახლში? კი, სწორია, მართალი ხარ. ასე რომ შენ შეგიძლია ქსოვო რაც კიდა ის. და მანქანა? სიგნალიზაცია დააყენეთ? რა მნიშვნელობა აქვს? მანქანა ეზოშია და თუ ვინმე მის მოპარვას შეეცდება, სასტიკად ვცემ. არა, ამას ვერ გავაკეთებ. მუდმივად რაღაცაზე ვნერვიულობ. კარგი, დაივიწყე ცუდი ფიქრები და ყველაფერი კარგად იქნება. ცუდი ფიქრები არ მაქვს თავში, 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 ცუდი ფიქრები არ მაქვს თავში. როგორც ჩანს მუშაობს. ზოგჯერ უბრალოდ ყველაფრის დათმობა და მიზნისკენ სწრაფვაა საჭირო. მადლობა რჩევისთვის, ბრაზო. მზად ხარ? ხელები წინ გაწიე. გინდა რომ მატკინო? დამშვიდდი, ეს უბრალოდ ვარჯიშია. არ მინდა ამის ნაწილი რომ ვიყო. მეშინია. მიდი, უბრალოდ დამიჯერე. არ გესმის ჩემი? არ მინდა. და დარტყმას საკმაოდ კარგად ახერხებ, მართლა? გინდა რომ თავად დაარტყა? კარგი, ვცადოთ. რატომ დგახარ? დაარტყი. რა მოხდება თუ ძლიერად დაგარტყა? მერე რა? კარგი სილურჯე გამიჩნდება. იქ უკვე მაქვს. ვერ ხვდები რატომ აკეთებ ამას? რა აზრი აქვს? და შენ ცდილობ, შენ უნდა გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან. ეს უკეთესია. ამაში რაღაც არის. აღარ არის საშიში? ამან თავი უკეთ მაგრძნობინა. თუმცა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. შენნაირი ადამიანისთვის ადამიანთა სამყაროში ეს რთული იქნება. მესმის, მადლობა რჩევისთვის. სადილის დროა. მანქანაში ფული ვიპოვე. საჭმესთვის საკმარისი იყო. სადილი მოამზადე. კარგი, მაჩვენე რა მოამზადე. გემრიელად მიირთვით. ისინი რეალობისგან თავის აღწევაში მეხმარებიან. ხო, ჩაქარია. ამის ჭამა შეიძლება? ეს არის ყველაზე გემრიელი საჭმელი, რომელიც ყველას უყვარს. მოიცა, ყველა კბილზე ნახრეტები გექნება. ნუ ვისაუბრებთ სუდზე. უბრალოდ დავთქვეთ თბილეულის გემოთი. სიხარულო, შენ უბრალოდ გართობა გინდა. ასევე ჯანმრთელობაზეც უნდა იფიქრო. არ მაინტერესებს, რასაც მომცემენ, იმას შევჭამ. თუ ჩემი საჭმელი არ მოგწონთ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. შესანიშნავია, მე საუკეთესო შეფსარეული ვარ. ყველაზე უსაფრთხო კერძი თავად უნდა მოამზადო. სენდვიჩს გავაკეთებ. უსაფრთხოა.
ო, ძეხვი. ჯანდაბა, სულ დამავიწყდა რომ დაჭრაა საჭირო, შეიძლება ხელი გავიჭრა, რისკზე წასვლა არ შემიძლია. ვაშლი, აი რა მჭირდება და მომზადებას არ დამჭირდება. მე ერთი წესი მაქვს, სწრაფი და ცხელი. მაგრამ ეს ორი წესია. მათემატიკა არასოს მიყვარდა, ის ყოველთვის მაღიზიანებდა. სამზარეულოში სახსწორები არ გვაქვს? არ ვიცი. რადგან ახლა ადამიანი ვარ, ჩემს ფიგურას უნდა მივაქციო ყურადღება. 1 კალორია და სულ ესაა. მორჩა. პირიქით, რაც უფრო დიდი ხარ, მით უფრო ძლიერად შეგიძლია დაარტყა. არავის ცემას არ ვაპირებ. არანაირი პრობლემა არ მჭირდება. კარგი, ჭხუბი არ შეიძლება. ერთმანეთის მოსმენა გჭირდება. ბრაზო, რაშია საქმე? კარგი, შენი სიკეთით მაღიზიანებ. გონი ჯობია წავიდე. ჯობია სასწორი ვიპოვო. არ მინდა რომ უსიამოვნებაში გავეხვიო. სიკეთე გადაარჩენს საფყაროს. ნუ იჩქარებ დარდო. თუ სიკეთე გადაარჩენს სამყაროს, მაშინ ვინ გვიშველის? შენ? შენ საერთოდ არ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა. ოჰო, შენი საჭმელი იწვის. რა? ჩემი გემრიელობა, ამჯერად გაგიმართლა. ემოციებო, ჩემს პორციაში ზუსტად 200 გრამია. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნორმა გამოვთვალე. და სანელებლების ნორმა გამოვთვალე. ნახოთ. რა გემრიელია? დიახ, ეს არის ის, რაც მჭირდება. ჭამე, გაზიარება საჭირო არ არის. გემრიელია. არა, მადლობა. ეს საჭმელი ჩემნაირი სუსტებისთვის არ არის. მართალია. და თუ შენ საჭმელს შევჭამ, გავსუქდები. და მე დავიწვევი. ჯობია თავად შეჭამო. ტკბილეული უკვე მომბეზრდა. ადგილი აღარ მაქვს. შესანიშნავია, მეც ავიღებ. ბრაზო, როგორ ხარ? შემეშვი. ვიცოდი, ცხარე საკვების ჭამა არ შეიძლება. მას ახლა კუჭის პრობლემები აქვს. ავადმყოფობა გარდაუვალია ჩვენს სამყაროში. კარგი, იმედი მაქვს ეს არასდროს დამემართება. იქნებ ექიმებს უნდა დაუძახოთ? რა მოხდება თუ რაიმე სერიოზულია? არა, გითხარით, შემეშვით თქო. არაფერია, მალე კუჭი გაუვლის. მაგრამ ახლა იცის რომ ტკბილეულის ჭამა ჯობია. ამის სუნი გცემს? გასაკვირი არ არის. ბრაზი ნახევარი საათი იყო აქ. არა, ეს ტუალეტიდან არ არის. ასე, ახლა აქ ცუდი სუნი კი არა, სასიამოვნო სუნია. გონი აქ რაღაც რიგზე არ არის. შენ შფოთვა ხარ, შენთან ყოველთვის რაღაც არ არის რიგზე, ისევე როგორც ჩემთან. ჰეი, გავერთოთ. უმჯობესია დასაძინებლად წასვლა. შიში, მართალია, ხვალ სამსახურში უნდა წავიდეთ. და თუ ზედმეტად დავიძინებთ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ და ფულის გარეშე დავრჩებით. მიყვარს ძილი, ძილში სიმშვიდეს გრძნობ. ეს ძალიან კარგია. ძილი მოსაწყენია, დაივიწყეთ. მოდით გავერთოთ. კარგი, გონი ჯობია დაიძინო. მაშინ წავიდეთ დასაძინებლად. შფოთვა, რატომ არ გძინავს? შენ თვითონ თქვი რომ დასვენება გჭირდებოდა. ვერ ვიძინებ. უცნაური სუნი არ მაძინებს. უბრალოდ დააიგნორე. არ შემიძლია. კარგი, მაშინ გავარკვიოთ საიდან არის. ჰეი, გოგოებო, შეგიძლიათ ხმა არ მოიღოთ? ძილში ხელს მიშლი. დაიძინე, მალე დავბრუნდებით. სად მიდიხართ? მეც თქვენთან ერთად ვარ. არ მინდა რომ აქ მარტო ვიყო. კარგი, წავიდეთ. ამის სუნი გცემს? ისეთი უსიამოვნოა. კარგი რა, სუნი ნორმალურია. სუნი აქედან მოდის. მოიცა, ვიღაცამ ღუმელი არ გამორთო. მოიცა. გაზის სუნია, კინაღამ მოვიწამლეთ. პანიკაში ნუ ჩავარდები. ახლა ყველაფერი რიგზეა. შენთვის რომ მოგვესმინა, დიდი ხნის წინ დავიხჩობოდით. კარგია რომ შფოთვა ასეთი ყურადღებიანია. კი, შეიძლება მართალი ხარ. უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. კარგი. მოდი სახი უფრო სწრაფად გავანიავოთ და დავიძინოთ. არ მინდა რომ სამსახურში დავაგვიანო. იმედია ხალხს მოეწონება ჩემი წიგნი და დროს ტყუილად არ დავხარჯავ. გამარჯობა, სიხარულო. გამარჯობა. როგორ ჩაიარა სამსახურში პირველმა დღემ? შესანიშნავად, სახალისო იყო. მთელი დღე ბავშვებთან თამაშობდი. კარგი. დაღლილი ჩანხარ. ეს არაფერია. თავარია რომ ბავშვებს ყველაფერი მოსწონთ. რატომ დაგჭირდა ამდენი ხანი? შფოთვას გზის გადაკვეთის ეშინოდა და ველოდებოდით.
შუქნიშანი არ მუშაობდა და მის გარეშე გადაკვეთა შეუძლებელი იყო. ველოდებოდით მის შეკეთებას. როგორ ჩაიარა დღე? მთელი დღე ნერვი ვდოქდი. ჩემი ნამუშევარი 5 ჯერ შევამოწმე და მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც ამავიწყდა. პირველივე დღეს მეგონა რომ სამსახურიდან გამაგრებდნენ. სიხარულო, დასასმელზე შღლინტი გააქვს? გონი კი, ბავშვმა მომწმინდა. რა მოხდება თუ? ამ პატარას საშიში დაავადება აქვს? და ახლა შენც გადამდები ხარ. თქვენ ზედმეტად ღელავთ, მჯობესია უსაფრთხოდ იყო. როგორც იქნა, მოგვიყევი როგორ ჩაიარა დღე? ახალბედებს მივხედე, ყველანი მიჩვეულია სიამოვნებას, მაგრამ მე ასეთი მწვრთნელი არ ვარ. სპორტ დარბაზი ჩემთვის რომ ეყვირათ, ასეთ მწვრთნელთან არ წავიდოდი. არც მე, სხვანაირად როგორ? სინამდვილეში ყველა კმაყოფილი იყო ჩემი ნამუშევრით. ძალიან მიხარია რომ ყველამ თავისი საქმე კარგად შეასრულა. ჯერჯერობით ასე არის და ჩვენ ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ და შეგვიძლია ყოველდღე შეცდომა დაუშვათ. სასიამოვნო რაღაცეებზე ვიფიქროთ. მაგალითად ხელფასზე. როგორ დახარჯავდით მას? ამაზე არ მიფიქრია. ყოველ შემთხვევაში ფული ბედნიერება არ არის. რაც შეიძლება ნაკლებს დავხარჯავდი. რომ უფრო მეტი გადამედო. ბეთახმები, ადამიანურ სამყაროში ფული ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, მე კრივის სტომარას ვიყიდი ჩემთვის. ეს ინვესტიციაა. ემოციებო და მე მინდა წვეულება გავმართო. ან გასართო პარკში ხოლო წავიდე. იმ შემთხვევაში თუ დასარტყმელი მანქანა იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ რომ შფოთვა და სიში სწორია. ჩვენ გვჭირდება დანაზოგი. იცით? მე მაგრალითად თელფულს გადავიხდიდი რომ ისევ ემოცია ვყოფილიყავი. მეც ვერ ვიტან. იმდენი სტრესია ადამიანების სამყაროში. ამდენი სტრესის გაძლება შეუძლებელია. გარეთ გასვლის მეშინია და არ მინდა რომ ჩემი რისხვა შევიკავო. ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად ნაზია. და მე მომწონს ადამიანობა. ეს ძალიან მაგარია. რა? მართლა? კარგი. სინამდვილეში მეც მინდა რომ ემოცია ვიყო. ადამიანებს იმდენი პრობლემა აქვს. კარგი, იცი რა? მოდი წავიდეთ და უკან დაბრუნება მოვითხოვოთ. ყველაფრის საფეთქება შეგვიძლია. ძალადობა არ არის გამოსავალი. ისინი ამ გზით ნამდვილად არ დაგვიბრუნებენ და ბევრი პრობლემა იქნება. უბრალოდ ვაღიაროთ რომ ახლა ადამიანები ვართ. კი, სევდა მართალი ხარ. ზოგჯერ ბრაზი საერთოდ არაფერს არ წყვეტს. მთავარია რომ ჩვენ ერთმანეთი ვყავთ. ერთმანეთის გარეშე ვერაფერს ვერ შევძლებდით. სიმულაცია დასრულებულია. ვინ თქვა ეს? ყველაფერი დამთავრდა. რა ხდება აქ? გილოცავთ, თქვენ დაასრულეთ ტრენინგი. კარგი, რა სახის ტრენინგი იყო ეს? ემოციების სპეციალურ ტრენინგს გადიან ადამიანების უკეთესად ანუ ჩვენ გასაგებად. ადამიანები არ ვართ? არა, ეს ტრენინგის ნაწილი იყო. Yes, ეს ნიშნავს რომ ახლა ისევ შეგვიძლია ემოციები ვიყოთ. ვერ ხვდები, რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო? გუნდურად უკეთ მუშაობისთვის ერთმანეთის გაგება უნდა გესწავლათ. ეს სულელური ვარჯიშია, მეზიზღება. ემოციებო, ფიქრობ ეს შესანიშნავი იდეაა. ბევრი რამ ვისწავლეთ და ახლა უკეთესად ვიმუშავებთ. ხოლოდ მას შემდეგ რაც სტრესს გადავიტან. კარგი, ისევ ვერ გავიგე, ადამიანი ვარ თუ ემოცია. ეს ყველაფერი ისეთი დამაბნეველია. ხვალ სამსახურში ბრუნდებით და ამელიას ემოციების მართვას გააგრძელებთ. Yes! კარგი, ეს ღილაკი ძალიან მომენატრა. მაგრამ ჩემი აზრით არაფერი შეცვლილა. რა მოხდება თუ სამსახურიდან ისევ გაგვათავისუფლებენ? არა, ამას ვეღარ გადავიტან. მოემზადეთ სამუშაოდ. ამილკა მალე გაიგვიზებს. სამწუხარო იქნება თუ ბავშვები ჩვენს ვიდეოს არ დაალაიქებენ. რა თქმა უნდა, ასე მოიქცევიან. ბევრი ლაიქი და კომენტარი იქნება. ბავშვებო, გთხოვთ დაალაიქოთ ვიდეო. ნუ მონერვიულებთ. და გამოიწერეთ, თორემ იცოდეთ მე? ბავშვებო, ნახვამდის.